4 ვიყავი ჩხარაზე, ძალიან გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ამინდი შეიცვალა და 2 დღის მაგივრად 5 დღე ვიყავით და უკანა გზაზე საშინელ შტორმში წამოვედით, ველოდით ამინდის გამოდარებას, მაგრამ ყველაზე ცუდ ამინდში წამოვედით, იმიტომ რომ უკვე საჭმელი ამოიწურა და ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემა უფრო მეტი მნიშვნელობის იყო, ვიდრე ცუდი ამინდი. მოკლედ, ადრე რო ჩამოსულიყავით, აჯობებდა, მაგრამ გვინდოდა რომ დავლოდებოდით კარგ ამინდს და უკანა გზაზე დაშვებაზე ბევრი თოკია, დულფერით ჩამოდიხარ, ეგ თოკ დაკიდებული და თოკი უნდა ამოვაგდო, მერე ჩაკიდო, მერე კიდე ამოვაგდო და აი ესე ჩადიხარ. და გაიჭედა თოკი. თოკის გაჭედება არის ყველაზე ცუდი. მერე ვიღაცას უწევს ყოველთვის ზემოთ ასვლა, აი ის დაღმართში რომ მოდიხარ და აი კლდეზე მერე აცოცება ისევ და იქ რაღაცა გასწორება, ამ პრობლემის მოგვარება და მერე ჩამოსვლა და ეგეთ სიტუაციებში აი მომენტი იყო რომ ვინავა თოკის გასასწორებლად და უპირობოდ ამან თქვა რომ მეო ეგრევე მიუხედავად რომ ჩემზე უფრო დაღლილი იყო შემშურდა იმიტომ რომ მე 2-3 წამი ველოდი რომ აბა სხვა იტყვის თუ არა და ნუ სხვა რო არ იტყვის მე თანასწორობის დემოკრატიის პრინციპით ან ხა ასანთის ღერის დრო არ იყო მაგრამ ნუ რაღაც გაითვლიდი და აბა ვინ მაგრამ არა აი მე აი ეგ ერთ-ერთი მომენტია რომელშიც მე მივხვდი რომ მე არა ვარ ეგეთი თამამი როგორც ის მე შემდეგ თაზე აბა მოდი მე ჩემ თავს ვავარჯიშებ რატო რა ვიცი იმიტომ რომ მომწონს ის ბიჭი იმიტომ რომ მაგარია უპირობო